თქვენგანს გადაცემაში მონაწილეობისთვის. ლიდია, თქვენთან საუბრით დავიწყოთ. ამ დღეზე გვითხარი თქვენს გეგმაზე 14 აპრილის აქციასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად. მოგესალმებით, დიდი მადლობა. 14 აპრილს, როგორც თქვით, 7 საათზე შევიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში და გავიმეორებთ ისტორიულ მარშრუტს, ზუსტად ისე, როგორც 1978 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოვიდა სტუდენტების ნაწილი და გზადაგზა უერთდებოდა მათ ხალხი და მივიდნენ ახლანდელი პარლამენტის ადგილზე, მაშინდელი მივიდნენ ახლანდელი პარლამენტის ადგილზე, შესაბამისად გადავწყვეტ, რომ ზუსტად იგივე გზა გაგვევლოთ ჩვენც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღი არის სტუდენტებისთვის ეს 78 წელი, იმიტომ რომ ეს იყო გამარჯვება საბჭოთა კავშირში. პერიოდში, როდესაც 56 წელს, 37 წელს ძალიან რთული რეპრესიების ხორბლი გახდა ქართველი ხალხი, შესაბამისად ძალიან დიდი იყო საფრთხე იმისა, რომ აქციის მონაწილეები, მაშინდელი სტუდენტებიც ამავე საფრთხის წინაშე დადგებოდნენ. დღევანდელი თქვენი, აი თქვენ სულისკვეთებას რა ყვებავს ამ თვალსაზრისით? თავარი ნაწილი რაც არის ის, რომ ენა. რა არის ენა, ხო? ეს არის რეალურად ქართველი ადამიანის ქართული ენა არის მისი იდენტობის ნაწილი. სწორედ ეს არის ახლა რისთვისაც ვიბრძვით ჩვენც. ჩვენი იდენტობისთვის, როდესაც მით უმეტეს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს შეგვიცვალოს ისტორიაც მათ შორის, აყალბებს ფაქტებს, იხსენიებს სხვა რაღაც რუსეთს მაგალითად უცხოურ ძალად, ეს არის ძალიან დიდი შერყევა ქართველი ადამიანის იდენტობის. ამაზე დგას პროპაგანდის ერთი ძალიან დიდი ნაწილი. ჩვენი мотиваცია კონკრეტულად ამ თარიღისთვის ესე არ мотиваცია გვაქვს სულ. სტუდენტები ვართ ყოველთვის აქციებზე, 9 აპრილსაც იქ გავათენეთ. ყოველთვის ვაქტიურობთ, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში, რადგანაც უშუალოდ სტუდენტების გამარჯვება არის 78 წელი, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ რაღაც შეიძლება ითქვას სათავეში ჩამდგარიყავით ამ მარშის. კი ბატონო, მადლობა ლილე, დაგიბრუნდებით ჯიმის მინდა მივესალმოთ, ჯიმი ნიჟარაძე, ასევე სტუდენტი. ჯიმი, თქვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, რომ კიდევ უფრო მეტად გამოკვეთონ სტუდენტებმა თავის როლი ამ პროცესში, ამასაც ემსახურება ის პროტესტი, რომელიც სწორედ თქვენ მიერ არის ორგანიზებული 14-ში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ, მათ შორის ჩვენს ისტორიას, მსოფლიო ისტორიას, სტუდენტები ყოველთვის სათავეში იდგნენ ცვლილებებისთვის. ცვლილებებისთვის, თავისუფლებისთვის და კეთილდღეობისთვის. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. ვიკრიბებით 14 აპრილს თსეუს ეზოში, რათა კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც გვართმევს ჩვენს იდენტობას, გვართმევს ჩვენს მომავალს. ვიკრიბებით ჩვენი წარსულისთვის, ჩვენი აწყოსთვის და ჩვენი მომავლისთვის. ჩვენი მომავალი არ არსებობს ევროკავშირის გარეშე და როგორც 1978 წელს სტუდენტები შეიკრიბნენ და რაღაც მცირე გამარჯვება მიიღეს იმ ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. მნიშვნელოვანი გამარჯვება. ფაქტობრივად, არ ვიცი, გვინდა რომ რაღაცნაირად გავიმეოროთ ეს ყველაფერი და იმ ადამიანების კვალი არ დაიკარგოს, რომელიც იბრძოდნენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. დღეს იგივე გამოწვევები არის ჩვენს წინაშე, იგივენაირად შეიძლება დავუკარგოთ თავისუფლება, ისევ ვართ საფრთხის წინაშე და აუცილებლია თქვენთვის ხო ეს საფრთხე იგივე იმ რიტორიკიდან გამომდინარე, ისე სხვა 9 აპრილს რა შეფასებებიც იყო ამაზე რა იყო თქვენი რეაგირება და ამანაც ასე ვთქვათ გაფიქრებინათ თუ არა რომ კიდევ უფრო ხმამაღალი პროტესტია საჭირო ამ ყველაფრისთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, 9 აპრილს ჩვენ ვნახეთ ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ თითქოს ვიღაც უცხო ძალა ახდენდა განახორციელა ძალადობა, ანუ იძალადა, ხო, ასე. მახსოვს პაპუაშვილის განცხადება ასევე, რომელიც ამბობდა, რომ ტრაგიკულად, რაღაცა უბედური შემთხვევის საფუძველზე დაიღუპა ეს ადამიანები. ეს ადამიანები უბედური შემთხვევის საფუძველზე არ დაიღუპნენ. ეს ადამიანები მოკლეს რუსულმა რეჟიმის წარმომადგენლებმა, იმ დროინდელმა საბჭოთა ტირანიულმა რეჟიმმა. უბედური შემთხვევა არის მაგალითად, როდესაც ბათუმში ორი ახალგაზრდა დაიღუპა ჯართის შეგროვებისას, ხო, რომელიც ბრალეულობაც ხელისუფლების აშკარა არის ამ კონტექსტის თუნდაც. ამიტომ ჩვენ ვიკრიბებით, როგორც 78 წელს შეიკრიბნენ ახალგაზრდები, არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ ლექტორები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რათა დავიცვათ ჩვენი იდენტობა, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი მომავალი, რომელსაც
თითოეულ დღეს ვიბრძვით და ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, სანამ საბოლოოდ არ დავასრულებთ ივანიშვილის რეჟიმს. ლილე, თქვენთან გადმოვალ, აი ახსენა ჯიმი, რომ ვიკრიბებით სტუდენტები, ну არა მხოლოდ სტუდენტებია, ხო, აი თქვენი თქვათ სათქმელი სხვებისადმი რა არის ამ შემთხვევაში ამ დღესთან დაკავშირებით კონკრეტულად, იმიტომ რომ თქვენი მიზანია როგორც ჩანს და გასაგებიც არის სრულიად რომ ეს პროტესტი იყოს მასშტაბური, ხო? ამ დღის მნიშვნელობიდან გამომდინარე ისტორიულად. რა თქმა უნდა, რადგანაც ესეთ მნიშვნელოვანი თარიღი არის, თავიდანვე ძალიან ბევრ ჯგუფს გაუჩნდა იდეა, რომ ამ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო ასევე. შესაბამისად, ამ ორგანიზების საკითხში ძალიან ბევრი ჯგუფი არის ჩართული, არიან აქტივისტები ჩართულები, პერსონალურად ჩართულები, მოძრაობის სახელები ჩართულები. შესაბამისად, ვთვლი, რომ ეს არის დღე, როდესაც ვალდებულები ვართ ქართველები, მივიდეთ თესეუს წინ. ვალდებულები ვართ, ანუ ეს არის ჩვენთვის ძალიან განსაკუთრებული დღის აღნიშვნა, შეიძლება ითქვას და იმ წარსულის გაგრძელება და ანუ შეხმიანება ამ წარსულთან, რომ მაშინაც ვიბრძოდით. რადგან საფრთხეს ხედავთ. დიახ, საფრთხეს ხედავთ. როგორც მაშინ ხედავდნენ საფრთხეს, ახლაც ხედავთ საფრთხეს, მაშინაც ვიბრძოდით, ახლაც ვიბრძვით და როგორც ვახსენეთ უკვე, ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ არ დავასრულებთ ივანიშვილის რეჟიმს. კარგით, ჯიმი, თქვენ რა სიტყვით ამ თვალსაზრისით? ფიქრობ, ყველამ უნდა გავიაზროთ ჩვენი როლი და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავდოთ რაღაც აგური ამ პროცესზე, რადგან აი კოსტავას სიტყვები მინდა გავიხსენო, რაღაც ანდერძად გამოვყვა ეს კოსტავას სიტყვები, რომ თუ თავისუფლებისთვის ბრძოლა შეწყვეთ, დაკარგავ თავისუფლებას შენს, მოგვიწოდებდა ამ შემთხვევაში ჩვენ ახალგაზრდებს და ისე ქვეყანას დაკარგავს საკუთარ თავისუფლებას და თუ ჩვენ შევწყვეთ ჩვენ ბრძოლას და იმ ბრძოლას, რომელიც ფაქტობრივად წინაპრებმა დაგვიტოვეს, ხო? ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ იდეაში, ჩვენ უნდა მივიყვანოთ ის საქმე ბოლომდე, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს, ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა ბებია-ბაბუებმა და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე. თუ ჩვენ შევჩერდებით, ჩვენ აუცილებლად დავმარცხდებით, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რაც არ უნდა იყოს. როგორც იბრძოდნენ 9 აპრილს, როგორც იბრძოდნენ 78 წლის გამოსვლების დროს, არ გვეშინია, არ შეგვეშინდება და ეს ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ საჭირო იქნება. და არ გავჩერდებით, მოკლედ და ყველას მოუწოდებ. არ აქვს მნიშვნელობა სტუდენტი იქნება, ლექტორი იქნება, რექტორი იქნება, დეკანი იქნება თუ ასე შემდეგ, თუ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი. გაქვთ თანადგომა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ მაშინ ცნობილია, რომ სტუდენტების გვერდით იყვნენ ასევე პროფესორ-მასწავლებლები, ხო, აი ისტორიული მარშრუტის გავლის დროს ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ. ახლა როგორ იქნება? რა თქმა უნდა, შემოგვერთებიან ლექტორებიც, შემოგვერთებიან ჩვენი თანამოაზრეებიც, შემოგვერთებიან ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ ის რისთვისაც ვიბრძვით უკვე მრავალი წელია, ხო? ეს არის თავისუფლება, დემოკრატია და კეთილდღეობა. და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ სათავეში გარკვეული პროცესების დემოკრატიზაციის მიმართულებით, კეთილდღეობის მოპოვების მიმართულებით და ჩვენი როლი, ასე რომ ვთქვათ, გააზრებული გვაქვს და გვინდა რომ ჩვენს ირგვლივ შემოვიკრიბოთ ადამიანები, რომლებიც არიან ჩვენი თანამოაზრეები და ერთად მივახციოთ ის, რაც გვინდა რომ მივიღოთ უკვე მრავალი წელია და რისთვისაც ვიბრძვით ყოველდღე. ანუ ჯიმი, სამიზნე, აი როგორი სამიზნე ხართ, როგორ ფიქრობთ? აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ, იმიტომ რომ ძალიან ის შეფასებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ხო, მათ შორის აი რაღაც როდიონოვთან პარალელი და ასე შემდეგ, ალბათ ძალიან ძიმე მოსასმენია, ხო? აი ამაზე როგორ რეაგირებთ და ესეც გაძლევთ თუ არა мотиваციას, რომ იდგეთ იქ, სადაც დგახართ? რა თქმა უნდა, გვაძლევს мотиваციას, ეს ძალიან სასაცილო განცხადება არის. ვინც არის როდიონოვი ამ ქვეყანაში, ეს არის ხარება მაგალითად, ხარება, რომელიც წარმოადგენს როდიონოვის სახეს, რომელიც ძალადობს ყოველდღიურად. სხვა წარმოშობის, ხო? სხვა წარმოშობის, შეიძლება ქართველია ეთნიკურად, თუმცა რუსული იდენტობის მატარებელი. და ჩვენ არ შევწყვეთ ბრძოლას და სანამ იქნება ეს რეჟიმი ხელისუფლებაში და იქნება საქართველოში ის გამოწვევები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს სტუდენტებს მათ შორის და არა მხოლოდ სტუდენტებს, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ერთადერთი ადამიანი, როგორც ვახსენე, რომელიც წარმოადგენს როდიონოვს, ეს არის ხარება და მისი, ესე რომ ვთქვათ, შეფი ირაკლი კობახიძე და კიდე იმის შეფი ბიძინა ივანიშვილი. ეს ადამიანები არიან აი იმ ზუსტად საბჭოთა მანქანის წარმომადგენლები, რომლებიც 9 აპრილს ხოცავდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს, 78 წელს დევნიდნენ ახალგაზრდებს და ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე.
იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა მშობლებმა დაგვიტოვეს, ბრძოლის მემკვიდრეობა და ეს ბრძოლის მემკვიდრეობა ჩვენ რაღაცნაირად ეს გენეტიკურად გადმოგვეცა, იმიტომ ჩვენ არ ჩერდებით, ქართველი არ ჩერდება, ქართველი არ გაჩუმდება უსამართლობის წინააღმდეგ და საბოლოოდ არ მგონია რომ რომელიმე რეჟიმს რაიმე სახის გამარჯვება მოეპოვებინა ახალგაზრდულ ძალაზე, ამის არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს ალბათ. ჩვენ შეგვიძლია ჩავხედოთ ისტორიას, როდესაც ახალგაზრდები ითხოვენ ცვლილებებს, ყოველთვის იღებენ ადრე თუ გვიან და მე მინდა ერთი რაღაც აღვნიშნო, ხშირად ჩვენ მშობლების თაობაში არის ხოლმე რომ აი ახალგაზრდა თაობა მოვა და რაღაცა შეიცვლება. ახალგაზრდა თაობა უკვე მოვიდა, აქ არის, აქ ვდგავართ, ვიბრძვით ყოველდღიურად 9 აპრილის მემორიალთან ვდგავართ და ვიცავთ ჩვენი ხელები ფიზიკურად, რომ არ მიუშვათ რუსები მემორიალს. მაგრამ მაინც არის განცდა, აი ხშირად არის ხართ ხოლმე ჩვენი სტუდიის სტუმრები, თქვენი სხვა სტუდენტები, სხვადასხვა მოძრაობის წარმომადგენლები, რომ კიდევ უფრო მეტი თქმისთვის ემზადება ყველა თქვენგანი, ხო? ეხლა გუშინ ნახეთ ახალი მოძრაობა დაფუძნდა სტუდენტების და იქ ითქვა რომ ამისთვის ძალიან ემზადებოდნენ, 6 თვე მიდიოდა ამ პლატფორმაზე მუშაობა, ყველა მიმართულებით ყავთ, ასე ვთქვათ, სპეციალისტები და ასე შემდეგ. ანუ ეს მომენტი თითქოს არის, რომ კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება თქვენი სიტყვა. ნირი, ამაზე გითხარით და დაგემშვიდობებით. ამ პროცესებს, რა თქმა უნდა, სჭირდება სხვანაირი მომზადება. და როდესაც ჩვენთვის ეს ყველაფერი ახალია, გვჭირდება წარსულის გამოცდილება. ბევრი რაღაც გვაქვს პროცესში სასწავლი რეალურად, იმიტომ რომ ბევრი ჩვენგანი ასე თუ ისე ჩართული ვიყავით პროტესტში, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ჩართულები ვართ. რა თქმა უნდა, ამას მომზადება ჭირდება, დრო ჭირდება, ერთმანეთის გაცნობა გვჭირდება, ერთმანეთის ინფორმაციის გაცვლა, სწავლება გვჭირდება. როდესაც ეს ყველაფერი მოხდა, ჩამოვყალიბდით საერთო მიზნებზე, ვიცით რა გვინდა, ახლა უკვე გავიგეთ, როგორც უნდა გავაკეთოთ და ვიცით უკვე როგორ ვებრძოლოთ რეჟიმს. რა თქმა უნდა, ახალი ძალა იბადება ყოველთვის და ყოველდღიურად ეს გამრავლდება ნელ-ნელა და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იგრძნობა, აი თქვენს ახსენეთ გუშინდელი საკითხი, განსაკუთრებით იგრძნობა ბოლო დროს, რომ ახალი მოძრაობები, ძალები, ეს სტუდენტური ჯანყი შეიძლება ითქვას, ნელ-ნელა ამოხეთქავს და უკვე ამოდის კიდეც ზედაპირიდან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ, დაგემშვიდობებით. ნილემ